თქვენი მყოფებით სიუ სამზარეულოში და დღეს აჭარული ხაჭაპური უნდა გამოვაცხოთ. მემზადება უმარტივესად 1 სუფრის კოვზი მარილი, ასევე შაქარი და საფუარი. დავასხათ 500 მილილიტრი წყალი. შემდეგ 1 კილოგრამ ქვილში გადავურიოთ, კარგად მოვსილოთ. შემდეგ გადავიტანოთ თასში და ოდნავ ზეთი დავასხათ. შემდეგ შევფუთოთ და დავტოვოთ ცოტა ხნით. რომ ამოფუვდება, უკვე გადავიტანოთ გასაბრტყელებლად. მივცეთ ასეთი ფორმა და მოვათავსოთ ყველი. აქ მაქვს იმერული ყველი. შემდეგ მივცეთ ნავისებური ფორმა. პირველად გავაკეთე და მეგონა რომ არ გამომივიდოდა, თუმცა მე მგონი ნორმალური გამოვიდა პირველი ჯერისთვის. შევდგათ ღუმელში. დაახლოებით 10 წუთით 180 გრადუსზე და უკვე ფერს რომ მიიღებს, 1 კვერცხი მოვათავსოთ ხაჭაპურში, შემდეგ დავუმატოთ კარაქი. კარგად გადავურიოთ ერთმანეთში და უგემრიელესი გამოდის. მე ადამიანს, რომელსაც არ მიყვარს ყველი, უდიდესი სიამოვნებით შევჭამე. თქვენს გემრიელად მიირთვით.